ახლა კი თქვენ წინაშე წარდგება ქეთას გუნდის ერთ-ერთი წვილი. ქეთი ბერიძე. გამარჯობათ. ქეთის ენერგეტიკას და მომხიბვლელობას ბრმა კასტინგზე ვერც ერთმა მწვრთნელმა ვერ გაუძლო. ქეთი ბერიძე 19 წლის. ქეთი. ქეთა და ქეთი აეროსმითის სიყვარულმა გააერთია. ძალიან ბევრი ვიფიქრე, მისთან დამეწყვილებინე. გადავწყვიტე რომ ეს იქნება ლუკა მეტრეველი. ლუკა ბრმა კასტინგზე Black Street-ის No Digit-ის ორიგინალური ვერსიით მოვიდა. ანდრიმ მას სრულყოფილი პერფორმერი უწოდა, თუმცა ლუკამ ქეთა აირჩია და მისი გუნდის წევრი გახდა. ორი სიმღერა არის, ერთი სიმღერაში ეს იქნება SF Evidence One Day და I know everything about us. We are the people. Wow. ის თერვე სიმღერა. მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო ქეთი და მე ერთად, ვიდრე სხვა ნებისმიერი. თვლი რა ორივეს გვაქვს რაღაც პლუსები ჩვენი ვოკალურად. ცოტა უფრო როკეროლისკენ ვარ გადახრილი, მას ბლუზი უყვარს, მაგრამ უფრო თანამედროვე მიმართულებით. ისინი ტემბრალურად ძალიან უხდებოდნენ ერთმანეთს. მინდოდა გამეკეთებინა რაღაცა ისეთი დუეტი რა British, როგორც აი ლონდონი რაღაც. და ზუსტად ესეთი გამოგდის. შეგვიძლია დავუკრათ თან რა, ისეთი. შეგიძლიათ არ თქვენ აუცილებლად დავუკრავთ, იმიტომ რომ ვიცი რომ შენც უკრავ. პოვეთ ის მომენტი ამ სიმღერას, სადაც სარინგოც არის, როგორც დუეტით ძალიან კარგად იმღერება და მე და ქეთიმ ბევრი შრომის პასად ამ სიმღერისგან კარგი ბისკვიტი გამოვწერთ. რაღაც მომენტში იმდენად უხდება ჩვენი ხმები, რომ რთული იქნება ხალხმა თქვას, რომელი უფრო მაგარი იყო, იმიტომ რომ აი რაღაც ერთი გამოდის. რინგზე როგორც ასეთი ზოგადად გამოვდივარ მეორედ და უკვე ვიცი სპეციფიკა რა არის და ვიცი ის შეგრძნება როცა გამოვარდები და რა თქმა უნდა არ მინდა რომ ეს განმეორდეს. მაიგებს ის ვინც უფრო მშვიდად შეხვდება რინგზე ასე ვთქვათ. მუსიკალური ექსპერიმენტი ვოისის სცენაზე. ისინი თან ღერიან და თან უკრავენ 2-1-ში. ვოისის ყველაზე ცეცხლოვანი მონაწილე ქეთი ბერიძე. მის წინააღმდეგ ელექტრონული მუსიკის ერთადერთი მოჰიკანი ვოისი ლუკა მეტრეველი. რინგი დაიწყო. Tears in my heart is dry, laughing I don't cry. I don't think about you all the time, but when I do, I wonder why. More tears in my heart is dry, I don't laugh and I don't cry. Think about you all the time, but when I do, I wonder why. 'Cause one day, baby, we'll be old. Oh, baby, we'll be old. Think of all the stories that we could have told. 'Cause one day, baby, we'll be old. Oh, baby, we'll be old. Think of all the stories that we could have told. 'Cause little me and little you keep doing all the things we do. And I never thought that it was true. Like I never thought that you were through. Here I go again, a pain. Guilt of pain, I heard the same. Find a father's overplaying. I'm stuck in the heavy clouds of rain. I know everything about you. You know everything about me. We know everything about us. I know everything about you. You know everything about me. We know everything about us. 'Cause we are the people of the world.
Because one day, baby, we'll be out. Oh, baby, we'll be out. Think of all the stories that we could have told. Cause one day, baby, we'll be old. Oh, baby, we'll be old. Think of all the stories that we could have told. Because one day, baby, we'll be old. Oh, baby, we'll be old. Think of all the stories that we could have told. Cause one day, baby, we'll be old. Oh, baby, we'll be old. Think of all the stories that we could have told. Luca და Becky. Bravo. Luca. უღრმესი მადლობა. ანახე, აწი თავი. აი, ეს უნდა მეკნა. დავშებო. ჯერ მე დავიწყებ, მაგრამ თქვენ გააგრძელეთ და მე დავამთავრებ. ესე გინდა? კი. არა! no, oh no. ესე იგი, მინდა რომ მოგილოცოთ ორივეს, იმიტომ რომ ეს იყო ჩვეულებრივად ძალიან გემრიელი სოფლიო პერფორმანსი. კი. ოჩახ. თქვენი აზრი ბავშვებს? ქეთა გეთახმები აბსოლუტურად ეს ორი ბავშვი არის, აი ბავშვიც არ მიგე, ორი სტარი, ორი ვარსკვლავი არის, ჯერ ეს ერთი, აი რატომღაც ეგრევე ეხა მე ლონდონში ვარ, აქ არა ვარ. კი, real time. აი მართლა ძალიან კარგები იყავით, აი უსუფთა მოიცა, ნუ საპირველად მოხდა რომ ნიუ-იორკში არა ხარ. ხო. უცებ მოგზაურობა დაიწყო. ხო, უცბად აი აღმოჩნდა. ესე იგი, უსუფთავესად, აი ძალიან სუფთად იმღერეთ, ძალიან სწორედ, ძალიან ემოციურად გამართულად და perfect, ძალიან მაგრებია. ძალიან მადლობა. მე მივიღე სიამოვნება, ძალიან დიდი მადლობა. მე პირადად დავინახე ის, რომ ორი თანაბარი ძალით მომღერალი იდგა, აი რამდენიმე წამის წინ სცენაზე და მღეროდა თან ფანტასტიურად და მინდა მოგილოცოთ, იმიტომ რომ ძალიან კარგი ნომერი იყო, ძალიან კარგი დამღერი იყო და აი გულსფელად რაღაცნაირად ვისიამოვნეთ ძალიან და წარმატებებს გისურვებ. თანაბარი შესაძლებლობების მომღერლები, რა თქმა უნდა, მაგრამ მე მაინც მომეჩვენა, რომ ქეთის სიმღერა უფრო იყო ეს ვიდრე ლუკასი, იმიტომ რომ ლუკას შესაძლებლობები მე ცოტათი დამაკლდა, თუმცა შესანიშნავი ნამღერი იყო, რაც ყველაზე მთავარია, გილოცავთ. ესე იგი, სანამ ეს ყველაფერი დამთავრდება თუ რაღაცა, წინასწარ მინდათ რომ ნუცესი არ იყოს. ყველას ძალიან გთხოვთ ეხლა რომ ცოტა ჩართოთ. ანუ ქარვასლა გავხსნათ. ქარვასლა გავხსნათ. ქარვასლა გახსნილად გამომიცხადე, მე ხო ვხსნი. მე ძალიან დიდი შეცდომა თუ რომელიმე მათგანი დატოვებს ამ პროექტს, იმიტომ რომ მზასთარები გვყავს აქ და არც ძალიან მიჭირს გადაწყვეტილების შეღება. გადაწყვეტილება და მე ვილაპარაკოთ განარჩენებზე. ძალიან რთულია ქეთა მესმის. ძალიან რთულია, იმიტომ და პროექტში რჩება ქეთი. ქეთი გილოცავ შენ პროექტში ხარ. დაი, რაღაც რომ დაემართა, გადაგემართა, გამომხედე. არ მოელოდი ამ გადაწყვეტილებას ქეთასგან? ქეთასგან არ ელოდა. ისე ძალიან მომწონს ის ფაქტი, რომ აი ჩემ ჯგუფში ყველა არის ძალიან თავმდაბალი. ვინაიდან დადგას, ანუ აქვთ ისეთი ვოკალური მონაცემები, რომ არ ჯერათ თავის თავის კი არა, ძალიან დარწმუნებულები არიან თავის თავში, მაგრამ თავმდაბლობა არის ძალიან, ესე იგი, დიდი პლუსი. ადამიანი პროექტში სიჩუმე ჩამოდგა, იმიტომ რომ ყველა ელოდა, რომ რაღაც პრობლემას ლუკა დარჩებოდა და ქეთას გადაწყვეტილება აკარად სიურპრიზი იყო თქვენთვის. ქეთა. როგორი გადაწყვეტილება მიიღე, ხედა, ატყობ. ლუკას გულშემატკივრები სად არიან? სამივე კოუჩს მოგმართავთ. ესე იგი, თუ გინდათ რომ ამ გადაცემის მერე გოგოებმა ხარაკირი გადაიხადონ და რამოდენიმე ესე იგი მსხვერპლი ვიხელოთ, ეს ბიჭი უნდა გავუშვათ. ორი ცალი უსუი მზად არის უკვე. 3, 2, 1 დრო წავიდა.
ერთი წუთი გაქვთ დრო იმისათვის რომ გადაწყვეტილება მიიღოთ. ლუკას დაიტოვებთ თუ არა რომელიმე წორთნელი. ანდრი ბრავო! არის ეს გადაწყვეტილება. ბრავო. მაშასე ლუკა პროექცია და აპლოდისმენტები ანდრესის. აპლოდისმენტები ანდრის. ვაუ! ბრავო ანდრი, ბრავო. ლუკა მე წაგიყვანდი აუცილებლად ანდრი ვარ შემოწიებული. ანდრი. ბრავო, ბრავო. ეს ხალხა ეს არის ლილოს ბატრობა, რასაც მადლობა. რა კარგია ხალხი. დავაცილოთ ლუკა აპლოდისმენტები. ანდრის კიდევ ერთხელ დიდი მადლობა რომ ეს არაჩვეულებრივი ვოკალისტი დატოვა პროექტში. ჩვენ მას კიდევ ვიხილავთ მომდევნო ეტაპებზე. ლუკა გილოცავ შენ არ წარმოგიდგენია რამდენად მიხარე, მაგრამ მგონია რომ იგრძენი ისე ჩაგეხუტე და თვალებში მეტყობოდა მე მგონი, ანუ რო არ ვიბღავო, მაკლია ძალიან ცოტა მართლა. დავიწყებ ბღაველს, უბრალოდ არ დავიწყებ, შევეცდები რომ არ დავიწყო. გილოცავ. რაც თავარია, განწყობას გიქმნის როგორც მომღერალი მაყურებელს და ეს ჩემთვის არის უმთავრესი. ამიტომ მე ის მინდოდა მყოლოდა ჩემს გუნდში. არ იყო გასაშვები ბავშვი. მიხარია რომ არ იყო კლასიკური რინგი და არ იყო ეს პორტნა. ძალიან ვისიამოვნე მართლა. ორივეს ვულოცავ, იმიტომ რომ ნომერი იყო ფანტასტიკური და ეს ბრით როგორც ნუ სამთქვა. და რავი, მე ბედნიერი ვარ. ერთ-ერთი რა ემოციაც მაქვს შინაგანად, ეს არის ის, აი ეს მინდა გავაკეთო უბრალოდ. ვარ ძალიან ბედნიერი, როგორც